12 წელი რო გავა და ეხლა ამ მომენტში რო ხარ, რაც აი ძალიან დიდი ბედნიერებაა ჩემსაც. მოგვენატრება აქაურობა მეგობრებიც. დიდი ცვლილებაა მამ, საჭირო ცვლილებაა, რომ შენ ეტაპზე გადავიდეთ. მაბრუნებს ჩემს ბავშვობაში და ის ემოცია მიბრუნდება მე რო სკოლა დამთავრე რამ ხელსიყარული იყო და როცა შენი შვილები ამთავრებენ, ეს კიდე გიახტება. ამთავრეს ჩემი შვილიშვილი, არის ოქროს მედალოსანი და ძალიან მიხარია, ემოციას ვერ მავა. ძალიან დიდი სხვაობა არის. ჩემი დრო უფრო სულ სხვანაირი იყო, მიუღწეველი, რასაც და დღეს მე მგონია ყველანაირი პირობა არის, რომ თავისუფლება და ლაღია ბავშვობა. თან ძალიან სევდიანია და თან ცოტა სასიხარულოა, რომ ვამთავრებ ამ ეტაპს და ვიწყებ ცხოვრების ახალ ეტაპს. სკოლაში ალბათ ყველაზე კარგი მოგონებები დამიგროვდა მთელი 12 წლის განმავლობაში. ავირჩიე პროგრამირება და პროგრამირება მომწონს და მიყვარს ძალიან დიდი ხანია ბავშვობიდან და იმედი მაქვს, რომ წარმატებული ვიქნები ამ ჩემს პროფესიაში. დიდი ემოცია ალბათ რომ პირველ კლასში შვილიშვილს მოაცილებ სკოლაში, რაღაც სხვა რაღაც განწყობები გაქვს, რაღაც გიხარია, ყველაფერი ეს ხდება შენს თვალწინ, გადის წლები, ბავშვები იზრდებიან და უცბად უკვე მოდის ის რომ მე 12 კლასშია ბავშვი და ისევ მოვდივარ აქ და ისევ მასთან ერთად ვარ.